თუ ჰესი მაინც აშენდა, კატასტროფა გარდაუვალია. აი ამიტომ უნდა დამიჯეროთ. კუჩიდამდე ვერ გავიგე. ხო შეიძლება თავიდან მეუბნება. არ დაგდო, მაშინ ამ სერიალის რეჟისორი ვარ მე. შენ? ო, მე ესე გადაწყდა. ხო და მივდოვებ ამ პროექტში. სანდროს ბიზაშოს აქვს ბანკი თვითონ. ხო, მაგრამ სანდროს ვერ ვეტყვი. კარგი რა სისულელე რატო ვერ ეთქვი? არა ძალიან მერიდება. მოვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ ბაიას მივცეთ 25%. 25? ო, ბაიას 25-75 ჩვენ. ლევან უნდა დავშორდოთ. არ მინდა რომ რამე დაგიშალდეს. ხო ლევან, ნინო მე ვარ. როგორ ხარ? არა მიშავს. ხელი როგორ მაქვს? უკეთესად არ მოწუხებს. ლევან, გუშინ რაც ვილაპარაკეთ, სისულელეა დაივიწყე რა. გიგას გამო არ უნდა დავშორდეთ. აუ აზრი არ აქვს რა ლევან, ძალიან გთხოვ თავიდან უნდა დაიწყებ. ვერ დამარწმუნებ იმაში, რომ აზრი არ აქვს რა. ხო იცი რა, ერთად ყველაფერს მოვაგვარებთ. კარგი რა ლევან. ვერ ნახევისთან მაქვს საქმე, არ მინდა რომ ჩემს გამაშარში გაეხვიო. კაი, ნუ რამდენჯერ უნდა მცემოს ბოლოს მობეზრდება და დამანებებს თავს. ბოლოს ადგება და მოგკავს. დამიჯერე რა ყველაფერზეა წამსვლელი. აღარ დავაფარებ ხელს. არა ლევან, სამუდამოდ მაინც ვერ მოიშორებ. ხო იცი რომ ყოველთვის არსებობს გამოსავალი. ლევან, ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ შენი ცხოვრებიდან გავკრე. კაი, მაგას მოამბობ, გთხოვ რა. ლევან, შენ საბა გყავს, მასზე უნდა იზრუნო. ვერ დაუშვებ, რომ ჩემს გამო რამე შარში გაება. ხო და ძალიან მჭირდები მეც და საბასაც. კაი, გაჩვენდი გთხოვ. ნინო. ნინო. ლევან, აღარ დამირეკო არასდროს. ნინო. არა ძმა ურა საკაიფო მანქანაა. ora ერთი წლის დათრეული მყავს რა ფული მჭირდება მაგრა და მაქონში ვიდით რა. 7000 არ დააკლებ? არა ძმა რა უნდა დავუვაკლო ისოს მაგარფაში გავხსნა. ო ბაზარი არა. კარჩე ხვალ გამოგიტან ფულსა წავიდე. აუ მაგრამ მეჩქარება რა გაკითხან ბევრი რეკავს და შეიძლება აღარ დაგხვდეს რა ხვალ რა. აუ ეხლა 5000 მაქვს ხელზე რა და დანარჩენი უნდა ვიშოვო მაშინ მეჭობს. მაშინ რა ვქნათ იცი 5000 დამიტოვე რა და ხვალ 2000 რომ მოიტან თან გადაიფორმებ რა. ბაზარი არა, პროსტა ბანკომატი არ მომცემს ხო იცი რა და ბანკში უნდა წავიდე უეჭვით.
აი, გაგიყვანო? არა, მე თვითონ წავალ. აი ხდება. ზახტი. არაფერი. ეს ტიპი ვინ არის? მანქანას ვყიდი რა და. რატო ყიდი? სხვას დავითრევ რა. გადაო, იმინა ჩვენი ძმაკაცია შეჩი. ჯაო, რაღაც ხმები მესმის რა. ზახტი. მეგონი მოტორის რაღაც პრობლემა აქვს რა. ხო, მართლა გავყიდე თუ არა, იმპულს ეგრევე მოგცემ რა. ხო არ გადაო, გაყიდე, მანქანა ახალი დაითრე და მე როცა გინდა მომეცი, არ მეჩქარება, მე ავედი რა. რამდენად აძლევ? 10-ში. მაინც მაგრამ ენანი. ხევითა დარეკ. აი მომაქციე ხა ყურადღება. ერთი წამი ენცოს ქორწილის ფოტოებს ვათვალიერებ. ვინ ენცოე? ჩვენ ჯგუფელი? ბევრ ენცოს იცნობ? ხო, რავი, ეს არ ვიცოდი თუ გათხოვდა. უნივერსიტეტში თუ არ მოხვალ, ვერც გაიგებ. უნივერსიტეტი. ვაფშე დაიგიდე ხომ? აზე არ ვარ. და რას აპირებ? არ ვიცი. მაგრამ მინდა რომ შენთან ერთად დავგეგმო. მე რა შუაში ვარ, შენ თვითონ და გადაწყვიტო. არა, შენ გარეშე ვერ გადავწყვეტ. კაი, და რას აპირებ? ეხა ბავშვებო არაფერს არ ვაპირებ, მაგრამ ყველაზე ძალიან მინდა შენთან ურთიერთობის დალაგება. და როგორ უნდა დავაყო? როგორ და ჩემო ნათესავმა, რომა, აი ვისაც ვიყავი რა. იმან შემომთავაზა რომ წავიდეთ მაგის სახლში თურქეთში. რა გვინდა თურქეთში? ძალიან მაგრა გაგვისწორდება. რამდენი ხანის გვინდა, იმდენი ხანი დავრჩებით. თან ისიც იქ არის რა, თვითონ თავის შეყვარებულთან ერთად არის და ეხა ველაპარაკე გაკრას რომ მოდიოდი. ძალიან მაგრა უნდა რომ შევრიგდეთ. რა სიტყვი? არ ვიცი, მოვიფიქროთ. კაი, რომ მოვიფიქროთ რა, აი ძალიან მაგრა გაგვისწორდება, გავერთობით, ახლა ერთად ვიქნებით, თან დროს გვექნება რა რაღაცებზე რომ ველაპარაკოთ. ხო, ეგ ძალიან გაიქნება. და მე გადავწყვიტოთ რას ვიზამთ. ხო, მაგრამ ეხა ესე ავდგე და ჩემ მშობლებს ვუთხრა რომ თურქეთში მივდივართ, ხო? არ გამომიშვებენ? არა, რავი, კი გამომიშვებენ, მაგრამ აი ძალიან მაგარი შანსია, აი ძალიან. თან ვაფშე არაფერი არ დაგვეხარჯება. და თუ გინდა შენ მშობლებს მე დაველაპარაკები. არა, არ არის საჭირო, მე თვითონ დაველაპარაკები. ესე იმოდი ხარ. წამოვა. ძალიან ვახ. ხოდა მე იქ ერთად გადავიღოთ შიშვალ გოგოებთან ერთად ფოტოები. კაი. გამარჯობა მაშა. გამარჯობა. მე ლევუკავარ ინტერნეტ ჟურნალიდან შეხვედრა გქონდა ჩვენ დანიშნულებს. კი. 2 საათზე და პირაზე. 2-ზე ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს, უკვე დათქმული და 1:15-ით ცუდი რომ დამიცადეთ, პრობლემა ხო არ იქნება. კარგი, არ იქნება პრობლემა დაგევა. სამჩუნკი. მადლობა ბოდიში. მაშინ გამარჯობა. როგორ ხარ? კარგი, შენ როგორ? კარგი. რა ხდება? რა პრობლემა ხო არ არის კიდე? მე არა, პირიქით მადლობის გადასახდელად წვიდა და შედი შეხვედრა. არა, მართლა ძალიან დიდი მადლობა. ზუკა ხო საერთოდ ძალიან საყვარელი, ისე დამეხმარა ყველაფერი. ხო მართლა ბოდიში რა მე ვერ მოვიცალე და ამიტომ ზუკას უთხარი რომ არა, გასლაპარაკო, აი, ბოდიში მართლა მე მაქვს მოსახდელი, ისე ცუდი მძღოლი რო არა. ზუკა კიდე ძალიან საყვარელია, იმდენი მაცინა რო არის. ზუკა ეგეთი ტიპია. ანუ მაგალითად აღარანაირი პრობლემა აღარ აქვს, ხო? მაგალითად ერთადერთი პრობლემა გიორგი მე ვარ. აი, მართლა რამდენიმე თვე არაც ვიყიდე და უკვე 3 ოპავდა ხელოსან არ მიყვანილი. ეგრეა თავიდან სანამ ისწავლით არებას. თან ქალაქში ზიარული ძნელია. ან ვიღაც გაგისმენს, ან ვიღაც დაგარტყავს, ან შენ დაარტყავ და ხო, რავი, იმედი მაქვს მივიჩვევი მალე. ბოდიში რომ უნდა დავიდე ახლა. ძალიან მიშკარები. ხოდა თუ მანქანით არ ხარ შენ, შემიძლია გაგიყვანო.
არა მე ჟურნალისტებთან მაქვს შეხვედრა და უნდა დავჭი აქ. მაშინ მე გავალ. აი. ახლა კიდე ერთხელ მეგობრებო ყოველთვის რა. კაირის მადლობა. პირიქით თუ კიდე რამეში დაგჭირდება ჩემი დახმარება შეგიძლია დავიდე. აუცილებლად. აი მაშინ დაგტოვებ ხო? კაი. დახმარს. კარგი, მე შევერებდი აკაუნტ ფოტოებს გადაგიღებს, იმიტომ სხვა გადაღებაზეც არის სასაცილო. არა, მე გადაიღეთ უკვე კიდე. კი, გადაღებული. ან სულ ой, ეს ფოტო მოხდა ძალიან. კარგი. არჩი ხო? კარგი, აკოშინ წადი, თორე ისეთი საცობებია დააგვიანებ. კარგი, ნახვამდის. ნახვამდის. დავიწყოთ ჩვენ. დავიწყოთ. მაშინ, როგორც ცნობილია, ახალ ქართულ სერიალში იღებ მონაწილეობას. გაუთხილე მკითხველს შენი პერსონაჟის შესახებ. მე მართლა სახალ პროექტზე ვმუშაობ, რომელიც ძალიან მალე გამოვატელე ეკრანებზე და ჩემს მაყურებელს ძალიან უნდა მოეწონოს. აი, რაც შეეხება ჩემ გმირს, ჩემგან ძალიან განსხვავდება. მაგრამ ამაზე მეც ვერ გიტყვით, იმიტომ რომ კონტრაქტი მაქვს აკრძალული. მაშინ ის მაინც გაგვიხილე, არის თორე შენი პერსონაჟი სასიყვარულო ინტრიგებში გახვეული და ვინ იქნება შენი პარტნიორი. იცი რა, ამას ცოტა დამოულად დავტოვებ, იმიტომ რომ აჯობებს რომ პროექტი დასრულდეს და ტელეეკრანებზე მაყურებელი თავის თიხილოს ყველაფერს. კარგი, მადლობა. დიახ, შესვენებაზე გავიდე ბავშვები და მალე მოვლენ. სამივეს მინდოდა დაგლაპარაკებოდ, მაგრამ არა უშავს შენ გიტყვი და გადაეცი, ხო? მოკლედ ამ საგადასახადოს ამბები რაღაცა გაიჭიმა და ამ თვეში ხელფასი არ იქნება. იმედია სერიოზული არაფერი. არა, იმედი არ დაგხურავენ, მაგრამ მე მეგონა დააგვიანებდა და მოკლედ არ გამოვიდა რა. რას ვიზავთ? პრინციპში ეს მინდოდა მე თქვა, გადაეცი ჯეის და მარიკა და უთხრა იმ თვეში ორივეთვის დაირიცხება. წავედი, მე თუ ვინმე მიკითხოს დღეს აღარ დაბრუნდებოდ. კარგი, აბადროები. ხო, მანკა. სანდრა ცუდროს ხო არ გირეკავ? არა, რა ხდება, მითხარი. შენთან საქმე მაქვს და გცალია რო გნახო? შემიძლია ნახევარსაათში მოგვეკითხო, სამსახურში ხარ? არა, გამოსული ვარ მე უკვე და ამიტომ ჩვენ კაფეში შეგხვდები ნახევარსაათში. კარგი, ნახევარსაათში მანდ ვარ. კარგი დროებით. რა სახე ქონდა დაინახე? აი, დაახლოებით მაგასთან. რა ხდება ხომშვიდობა? დადო იყო შემოსული და ამ თვეში ხელფასებს დაემშვიდობეთო. აუ, კარი, რა სერიოზული ვარ? მოიცა, აბა 1-2 დღეო. რა ვიცი, რაღაცა ფინანსურთან არისო პრობლემაა და სამაგეროთ იმ თვეში ორივე ერთად დაგერიცხებთ. აუ, რა, ისე ჩემს სულს რატო აღარ მიგდივართ? ვიცი და რატო ვერ გვირიცხავენ ამ პრობლემაა? ხო, აი საგადასახადოსთან დაკავშირებით გახლობთ ხარ. მაგრად ეხავს. ეხლა საერთოდ დაგხურობ. არა, ეგრეც არ არის. და საღამოს მომხდარა. დოდოს რა უთხრათ? დოდო დღეს აღარ იყო. კაი, მაშინ შენც აღარ მობრუნდე და ჩვენც ადრე წავალთ. კარგი, მაშინ დროებით. ხლა აღარ მოდი ხატკაცო, მოვიდა ის ბიჭი სადაცაა. აბა, როგორი ბიჭი ვარ? უი, ფირმენი ბიჭი ხარ, ფირმენი. შვიდობაში ახალი ტუფლები. ახალი კი არა, ისე სრიალებს. სპანაში რომ ამიცურდა ფეხი ზალის კარებამდე ვისრიალე. არა უშავს, შვილო, არა უშავს. ახალია, მოცდება და აღარ აგისრიალდება. აბა მე რასაც მეუბნებოდი არ დამიჯერა და არ იყიდა. ესა როგორ ტუფლებს მეუბნებოდა ის? როგორც? აი თბილისში რო აცვიათ პიჟონებს. ისე ეს შალი ძალიან სუდად ჩანს ამ კაბაში და ხوار მოვიხსნა. არ დამყუბო, არ შეიძლება. ყველაფერი წყალში ჩაგვეყრება.
იცი რას გთხოვ? იქა ტინგიცაობა და ტლინკაობა არ დაიწყო რა, ძალიან გთხოვ რა. იჯექი როგორც ოჯახის გოგოს შეეფერება წყარო. მოვიდა. ვუიმე. ელდარ, აი ეს გაუკეთე შენ მანქანას. აი უნდა გავარეცხინო და იქ გავაკეთებინო. ელდარ, ხარ გონკაობის ხასიათზე იქ არ შემარცხინო იცოდე. რა უნდა შეგარცხინო ბიჭო, რო დავეხოსტები არა? იქნება სიძე პატარძლიანად ხრამში გადავყო. აი შინა გითხარი ელდარ. გაჯე მანქანაში. თქვენ არ მოდიხარ? არა, მე ქორწილში უნდა ვიყო, იქ უნდა მივეხმარო. იქ დაგვდებით. კი. აბა თქვენიც. ბატონო, მოვედით. რა კარგია ცოტნე რომ მოხვედი? დაჯობა. უი, ანი, რა კარგია შენც რომ მოხვედი. აი, ხა ვაპირებდი სწორედ ფარდების დაკიდება. დედა, ხო გთხოვეთ ამიცად და ერთად დავკიდოთ. იცი რა, რაღაცნაირად მომინდა რომ ენახა როგორია ფარდები. თან დღეს მთელი სახლი დავალაგე. რა ხდება, ჩემი დაბადების დღეა? ხო, შენი დაბადების დღე. არა, მე მინდა რომ დავპატიჟო ჩემი ექიმი, რაღაც პატივი ვცე. მოვიდეს და ვისადილოთ ერთად საღამოს. თედო? ხო, რა, არა იყო, რა მოხდა? რა ვიცი, თუ ეცლება. ხო და დაურეკავ. ანი, შეხო დარჩები? კი, გადამეცე. ხო, ეხლა დაურეკავ და მოვალ. და ბედნიერია, ხო? რავი, რამდენი ხანია არ მინახავს ესე რა. მოდი შენც მოდი რა ხასიანზე. ყველაფერი დაალაგდა და კარგად არის, ხო ხედავ? ხო, რა ვიცი, რა მაინც ნერვიულობ. აი, ფარდები მოვიტანე. მოგეხმარებით. არა, შენ არ შეგაწუხებ, აი ხა ცოტნე მომეხმარება, დაიჭირე? მინდო რომ მოგეხმაროთ. კაი, დაიჭი, მაშინ და საერთოდ მომაწოდე, კაი? თედოს ველაპარაკე. ესე მითხრა რომ რატო შეწუხდითო, მაგრამ კი ბატონო, მოვალო 7 საათზე. კაია? ცოტნე რა საკეთე? სკამითავა რა. სკამით რა თქინდა ჩამოვარდები მან დედან. კაი, დედა, აქედან როგორ უნდა ჩამოვარდე? ცოტნე. ნუ ანერვიულებ ანი, წადი მოიტანე კიბე. კაი, ხო. აი, შო. რე. ცოტა დამაგვიანდა. აი, არა უშვის. დალევრაპეს. არა, მე უნდა გავდე. მოხდა რამე? არა, უბრალოდ კი. ხლებში აღოყალიბდე. პრობლემები რომ აქვს იცი. კი, ვიცი ყველაფერი. ბინარო ბანკში მიდავს, ეგეც იცი. ეგეც ვიცი. ხო და ახლა კიდე დაემატა იმ პრობლემებს, კიდევ პრობლემები და მართლა არ შეგაწუხებდი, უბრალოდ სხვა გზა არ მაქვს. მაგრამ ისედაც იცი რომ ჩემი იმედი უნდა გქონდეს. ვიცი და ალბათ მაგიტოვა რა აქ. თან მე თვითონ შემოგთავაზე თუ რამე პრობლემა გექნება, არ მოგერიდოს და უნდა შემოწოხო. ჩვენ მეგობრები ვართ. გისმე რა ხდება, მითხარი. მოკლედ თავიდან ბინას რო ვდებდით, უბრალოდ ჩემი კვნა ეროდებდა ბანკში. ფიქრობდა რომ რაც უფრო მალე დავფარავდით ამ სასხს, მით უკეთესი იქნებოდა. მაგრამ მე დათო დაიჭირეს. ჩემი ქმარი ანუ. და ამ სასხის დაფარვა მეწევს მთლიანად მე. გასაგებია. რაც ძალიან მიჭირს ჩემი ხელფასიდან გამომდინარე. ხო და ვიფიქრე, კამაც მირჩია რომ თუ სხვა ბანკში გადავიდან ამ სასხს და გავსრდი. გადახდის ვადას ყოველთურად უფრო ნაკლები მომეწევს რომ ვიხადო. არა, ეგ გასაგებია, მაგრამ მე შემიძლია სხვანაირადაც მოვაგვარო ეს პრობლემა. სანდრო რას ამბობ? არა. ეგეთ რაღაცა მეორედ არ მოთხრა. კარგი. ბანკს აქვს მნიშვნელობა? არა, ბანკს არ ვიცი, ეგეთ რაღაცები საერთოდ არ მოსმის, ამიტომ ვიფიქრე შენ დამეხმარებოდ. თან ჩემი სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე, მე ეგეთ რაღაცას არც ერთი ბანკი არ გამიგეთ. კარგი, მოკლედ, ბანკს თუ არ აქვს მნიშვნელობა, ჩემ ბიზნესში ვთქვი, მივარ და ამ პრობლემას მოვაგვარებ. თუმცა არ ინერვიულობ, რა კარგი? მადლობა. მე დღესვე დაურეკა. და გავარკვევთ, როდის უნდა მივიდეთ რა. კარგი, როგორც ეხლა ალბათ სამსახურში უნდა ვიბრუნდე, ხო? ხო, რაღაც დამრჩა გამოსვლისას და უნდა წამოვიდე. კარგი, მე ძაგ.
რა იყოს, რანაირი დახვედრა. და რა ვქნა ეხა? ფეიერვერკები გავუშვა? რა იყო და მოხდა რამე თუ რა მოგივიდა? არა, არაფერი არ მოხდა. რა უნდა მოხდარიყო გიორგი? მის მაგას გეკითხები, რამე ხო არ მოხდა. მეგონი მე უნდა გეკითხებოდე რაღაცეებში. ეს ბიჭი ძალიან მეცნობა და შენ ხო არ იცი ვინ არის? აი რა 2 წლის ბავშვით იქცევი, რა წერია? შენზე არაფერი არ წერია. უბრალოდ ერთად ხართ. დე 2 წუთით ვნახე. მანქანა დავარტყი, ზუკამ გაუკეთა და მადლობის გადახდა უნდა. ხაუ, კაი რა, გიორგი. რა კაი რა, ეხა ამაზე ეჭვიანობა არ დამიწყო შენ რა. ხო, მაგრამ კაფეში წასვლა რა საჭირო იყო, ვერ ხვდები. რა კაფეში, დია, ხელოსანთანაც არ გავყოლილვარე. უბრალოდ მადლობის გადახდა უნდა, მეტი არაფერი. და ტელეფონში ვერ გითხრა მადლობა? პრინციპში დედა შენს ჩემზე მეტად მოეწონება, ეხა სად მიმტანი და სად მსახიობი. აი ხო ხვდები ხა რო სისულელეებს ამბობ შენ თუნდაც ხო? არანაირი სისულელეს არ ვამბობ. ერთმა 5 კაცმა ჩამიგდო დღეს ეს ლინკი. მე მაგ 5 კაც საქმე არა აქვს. ხო გითხარი რაც მოხდა, ეხა მეტი რა გავაკეთო მითხარ. ვაიმე, მე რო უცნობ ბიჭებთან ერთად წავიდე ესე კაფეებში ვიარო, ვიღაცებმა ლინკები გიგდოს რა მოგეწონება შენ? ე რატო ხარ ესეთი ჯიუტი მითხარი რა? ან თუ საჭხურად მიზეზებს ეძებ, ეგეც პირდაპირ მითხარი, ხო? არანაირი მიზეზებს არ ვეძებ. ხო იცი რა თბილისი პატარაა. ამ ყველაფრის მე შენი როგორ უნდა დავიჯერო არ ვიცი. არც ერთი შენი სიტყვის არ მჯერა, გიორგი. არ მჯერა. შეხედრი პერსონალია. როგორი მსუქანი ვაკ. კაი დედა რა, კაი. მამე ძალიან საყვარელი იყავი. აი ძალიან საყვარელი იყო. ეს თქვენ ხართ? ხო, ეს მე ვარ. ვერ გიცანით? ბანა, ხება როგორი ფოტოა? აუ, ამ ფოტოში. დედა ანიმ კი არა მე ვერ გიცანი. ხო, აბა იმიტომ შენ გონია რომ მე სულ ესე გამოვიყურები. აუ რა ძალიან კარგი ფორმაში ხარ და დღეს ვაფშე განსაკუთრებით. მე ძალიან დიდი პატულა. დედა რა დაიწყო? არა უშავს, ნუ ალბათ პაციენტი ყავს და დააგვიანდება. ხო დარეკავდა რა. ნუ ვერ ახერხებს. ხო ხდება ხოლმე. კაი, მე 2 წუთით დაგტოვებთ რა. ეს საბავშვო ბაღში იყო და მონადირეს თამაშობდა მაშინ. და მოკლედ მთელი ღამე თოფი არ გაუგდია ხელიდან. აი ძალიან საყვარელი. ალო, გამარჯობა ბატონო თედო, ცოტნე ვარ ხათუნაშვილი. დღეს დედა ჩემს ელაპარაკეთ, ხო? მაგაზე გირეკავთ ზუსტად. ეტყობა დაავიწყდა. კარგით, დიდი მადლობა და ბოდიში. ძალიან სასაცილო ფოტოები. დედა, როგორ საყვარელი. ბატონო. ამდენს არ დააგვიანებდა, დარეკავდა მაინც რა. იცი რა, ბაღში, სკოლაშიც და ინსტიტუტში ისე ცუდად იქცეოდა, რომ მასწავლებლებს სულ ყავდი დაბარება. არ მჯერა ცოტნე. კი, აი ესე იქცეოდა. კარგი, შენ რო არ ინერვიულო, მე ხა გავალ და დაურეკავ. რა იყო ამ მომწყვეტი? არა, არაფერი. აუ რა სასაცილო იყავი ბავშვობაში. აუ, შენ როგორი იყავი აბა? მე სასაცილო არ ვიყავ. ველაპარაკე. პაციენტი მყავსო და ვერ მოვახერხებ დღეს მოსვლასო. აი. ხო რა, ძალიან გული დამწყდა. მაგრამ არა უშავს, ნუ შემდეგზე დავპატიჟოთ. კი. კარგით, მაშინ აღარ დაველოდოთ არავის და წამოდეთ ვივახშმოთ. კარგით. წამოდეთ. მოდი ანიშნეთ დაჭიქი. აბა.
გიორგი, სად იყავი? რა გინდა რუსტემ? არაფერი, სად იყავი მე? სამსახურში. დიასთან იყავ, ხო? ხო, მე. გიორგი, შეეშვი მაგ გოგოს. მეც ძალიან გთხოვ, შეეშვა ჩემ პირად ცხოვრებას. არ შევეშვები, გიორგი. სანამ შენ თვითონ ვერ მიხვდები, შენთვის ვინ არის ღირსეული, არ შეგეშვები. ვინი წაიღე უკვე რა. არ არის ეგ გოგო შენი შესაფერისი. რატო რუსუდან მიმტანიროა, ხო? არა მარტო, მატყუ არაა, რაც მთავარია და აფერისტი. რუსუდან მომბეზრდა ამ შენი სისულელეების მოსმენა რა. რა ხდება, რა გაყოირებთ? ეგ იყოლება შენი შვილი და როგორია თავის დადებება ნახავ, გიორგი. დედა, რა ხდება? აი შენ ძმას კითხე. რა მოხდა? არაფერი დეაზე გადადა. დეაზე რატო ხომოწონდა? ხო, მაგრამ რესტორანში ნახასა და დეა მუშაობს. აი? ოფიციალურად. უი, არ ვიცოდი. საიდან გეცოდინებ? უნდა დაიწყო ხა, არ შეგეფერება, რაღაცა. კაი რა, არ გახსოვთ ჩემ შეყარებულზეც ეგრე ამბობდა, ეგ რომ ჩვენი ოჯახი შესაფერისი არ არისო. რა არიცი. ეს მის რო ის გაუტყდა რომ მოვატყვი რომ მეთქი შეფ-პოვრად იწყებს მუშაობას. მაგრამ ხა ხო ვიცი ამის ამბავი რასაც დაიწყებდა და იმიტომ მოვატყვი რა. მაგის გამო ადამიანის შეძლიერება პირველად გავიგე რა არის გამოატეხა ამ ხალ ამბავი. ეც მაგას ვამბობ. მაგრამ რა არიცი ამას გონია რომ დეამ მოვატყვი. არა და მე მოვატყვი. ოკეი, დაიკიდე რა, არ ინერვიულა მაგაზე. ცოტა ძნელია რუსუდანთან კონფლიქტში არ შეხვიდე. ვიცი და ჩემცა. ომე ძალიან მომწონს და რაღაცნაირი, აი ლამაზი, საყვარელი, მხიარული. ბაბში არ ინერვიულა, დაიკიდე შენ ცხოვრებაში ჩარევის უფლება არავის არ აქვს. შენ როგორ დამიბრძენდი არა უშო? ნუ გავისერდე. მე რომ მეკითხები რაღაცებს შენს კენ რა ხდება? ჩემკენ რა ხდება და მაგას მან მოგიყვები შენ პრობლემებს რა დაალაგებ, კაი? წავიდე ხა ძალიან მეძინება, არ იწინებ შენ? ცოტა ხანში. აბა გისმენ გიორგი. რაზე უნდა ვლაპარაკოთ? ხო იცი რაღაც. ბატონმა სანდრომ ყველა სახის პროცენტი და საკომისიო დაფარა. ასე რომ თქვენ მხოლოდ ძირის დაფარვა მოგიწევთ. აი ამოვიდა ჩვენთან და დაგვემშვიდობას. საქმედი ხარ? ქუთაისში. კაი, გორი უყურებ ჩემო. არა სანდრო, უბრალოდ იმის საქმეა მოვიდა, რომ მე შენთვის ფინანსური დახმარება არ მითხოვე. გასვენების მერე მეც სამოვალ სახლში. რა თქვი?